დილა მშვიდობის მეგობრებო ყველას. მოდი მეორე შანსი მივცევთ ამ უბედურ რაღაცას რომ ვიყიდე და თავიდან წავისვათ ხო რაღაცა თითქოს ვერ უკვე გაკეთებული მაქვს ყველაფერი უბრალოდ თავიდან ოდნავ კიდევ დავიმატე იმიტომ რომ მომეჩვენა რომ რაღაცა დიდად არ ვიცი მოკლედ ასე რომ ხო ეს ჯობია რა თქმა უნდა ყავა თავისთავად რაღაც ძალიან შევჭიქი დილის ყავაზე თუმცა ერთ პერიოდს ერთ არ ვსვამდი თქვენ გახსოვთ ვინც მიყურებთ უკვე დიდი ხანია ტრადიციული დილა დატენიანებული სახე წარბი გავისწოროთ. მიუხედავად იმისა, რომ უპრობლემო წარბი მაქვს, მაინც რაღაცა მომწონს პროცესი. ხო, ჩავიცვი. დედა რა ხარ ამისთან რა დაიბადე. ერთუჭები. სახლი დავაბგვადე, გეგოდება რა ვიცი, შემოსევა იყო, გადმოუყარე ყველაფერი. რაღაცა ხუთი სახეობის ზედაქვედა რაღაც არ ვიცი, რაღაცა ვერ მორგების დღება აქვს თითქოს რაღაცები არ მომწონს თუ რა ვიცი, წონა არ მომწონდა, მაგიტომ ვერ ვიხდე. ხო, რაღაცა ეს ზედა აშკარად რა ვიცი, რაღაცა ძალიან გამადიდა, უარესად გამადიდა, ვიდრე არ მომეწონა. სასწრაფო წესით მოვისროლეთ. ჩემი კუსკუსა სიხარული ჩავიცვათ, ძალიან მიყვარს და მადლობა დედას ისევ და მილიონჯერ ამ საოცარი მოსაცმელის ჯუქებისათვის ძალიან მოვიხდინე. რუმიანა უკვე დავიმატე, როგორც ხედავთ, მათ შორის ხო, ყველაფერი დამატებული მაქვს, მოკლედ დილის მერე, იმიტომ რომ არ მეტყობოდა დიდად. წავედით, სად? სამსახურში. ასე. მშვენივრად გამოვიყურები. ძალიან კარგად მაქვს თმაც მომწონს, ანუ არა, ჟელე, მაინც ჟელე არა. და გადაწეული. ხო და თლად ისე რო არ ყოფილიყავი, ცოტა ფერადი წავისვი. ის მისვია გოგოებო, რო არ მოგვეწონა თვალზე. და ანუ ცოტა მეტი წავისვი და უკვე რუმიანასა და ტურცაცთან სითეთრე ჩანს მოკლედ. არ ვიცი ხედავთ თუ არა, მაგრამ ჩანს. წავიდეთ. ვაიმე, დღეს კარგი დღე მაქვს. ბაღში აღარ ვიწუწიალე, გადადიდა, გადმოდიდა სირბილები. ყობა წაიყვანს, დღეს გავამზადე, ჩავაცვი, დავახურე, მოვაწესრიგე ბავშვი და დავუტოვე და წაიყვანს მამა. რაც ფრიად მახარებს. რომ კორგების რტყმა აღარ მომიწევს. შორის ერთხელ ტაქსით მოვდიოდი, აი ადრე და მე ვთქვი რომ სხვა გზით უნდა ახვიდეთ, მეთქი ეს არ არის ამანქანო, ანუ კიბეები აქ მანქანა როგორ ავათქო და იქით ამ მხრიდან უნდა ახვიდეთ თქო. მაცადეო მეო ვიციო გზაო. როგორ აგიყვანო? მე ვთქვი ბატონო მადლობა უხოთ არის კიბე. ვიციო. და მომაყენა აგერ კიბეზე. აღარ არის გზაო. მე ვთხარ, ეხა მოკრუგე. ადი იქიდან და მიმიყვანე სახლში. აქ ხო გითხარი, მოთხარ რომ კიბია. აქ ფეხით კი ბატონო, მაგრამ მანქანით ვერ ავალთ, ვერც ველოსიპედით, ვერც მოტოციკლებით. ხო გითხარით მეთქი, აუ ეტყობა ვადრეო, სხვანაირად იყოვო და ეგ მახსოვდაო. კიბე იყო, რაც თავი ახსოვს, მე ვთხარი ნახალოვკას. ადი იქიდან. ხო და კინაღამ გადმომაგდო ამ შუა იმას, ვაიმე რა დამოვიწყებს ხალხო. ურსულად რო ვიყავი. ამის იქით ასახოვიდან ამყავდა ტაქსი. სამანქანო გზა ჩვეულებრივად. აქ ყველა მხრიდან შეგიძლია ჩემს სახლთან მიხვიდე. ხო და უიო, ქვაფენილიაო. აქო მეო ვერ ავალო, ეხლა თქვენთვისო მანქანას ვერ დავანგრეო და მე ვთხარი ბატონო მეთქი აქ ხალხი ცხოვრობთ, მე ვთხარი კაცო. არც ისეთი მაღალი არ არის რომ მანქანა ვერ ავიდეს. ხო და არაო და გადმომაგდო შუა გზაში ხალხო. და მოცელი მქონდა აი აქ უკვე. და რაღაცები მქონდა ნაყიდი.
როგორ ავასკდი ამ აღმართს არ მახსოვს. თან ვტიროდი, ისე ცუდად ვიყავი, ხო ტონუსი მქონდა სულ დაჭიმულობა მქონდა ტკივილები და ძლივს ავედი. ისე ვიყავი გამწარებული სახში რომ ავედი, ვაიმე კობას რომ მოვხევი, რომ მოვიდა. იყო სად გააჩერე ჩაბალა. მეუთხარი რა ვიცი სადღაც გავაჩერე. ხო და აი ასეთი მძღოლები არც ადამიანებად ვარდიან, არც მძღოლებად და მე ყოველ ქართულ ფლაგზაში გადმოაგდებ. რავი რა უთხრათ აბა გეტკაცებს. გაქრით. დიდი ხანია სხვათა შორის ამ გზით არ წავსულა. უბრალოდ მაღაზიაში უნდა შევიარო, არანაირი საკვები ჩემს არ მომემზადებია. ხო და რამე მინდა ვიყიდო და სხვა მხრიდან წამოვედი. რაღაცა მაღვიძარას ხმა უნდა დავაყენო, რომ გაწმიდო კამერა. ანუ მილიონი წელი ამ გზით არ წამოვსულა. ერთი პერიოდი სულ ამ გზით დავდიოდი. წლები თუ არა ერთი წელიწადახევარი მაინც და მე მითხრეს კაცო, რატო არ ტყავ კრუქსო, მოკლედანაც შეგიძლია წამოხვიდე. მე მიკუსკუსობდით უკვე იმ მხრიდან რომ იმ მხრიდანაც ყოველ დღე დავდივარ. ნერვია. ეგრე წოდა ბლოხლებცი მინდა ვიყიდო და რავი იქნებათ ბაღში რამე რომ მივაყვალო. მოკლედ ხან აქ რა გახსნეს, ხან რა გახსნეს აი ამ ტერიტორიაზე. და ალბათ არ ამართლებდა რომ ხან ის იყო ხან ეს, მაგრამ ბოლო პერიოდია ესენი იყო, სანამ აქეთ დავდიოდი და ისევ დამხვდა. ყოჭ. ბადი აქ აქებენ, მაგრამ არ ვიცი არის თუ არა კარგი. საყვარელი კუსკუსა ადგილია. სულ ასიახო მე მორცულ მოკას. აგერ ბატონო აქ არის. სად ახარა? ლარი და 30. ამასე კალორია. მას ის აქვს ფასდაკლება. შედარებით 4 და 79. ვიყიდე. და ასევე ვიყიდე შებოლილი. სად არის კაცო? აგერ. დაწმული ყველი რო აი ეგ. შებოლილს რა თქმა უნდა ყოველთვის აქვს. ცოტა მეტი კალორია. მაგრამ ზოგადად 25 გრამს პლუს 3 ეგრე არა. ხო და მთლიანად კიდე ხამში ჭმას არ ვაპირებ. და გემოებით ვითამაშოთ. რა ვქნა? სადილი ვერ მომამზადე, გენაცვალე. არა წყალი, არაფერი. ნეოლითის ხანაში ვართ. ნახოთ რას გვთავაზობთ ნათის ტექსტილი. სასწაული ბროწეულის თეთრეული გადავირიე, ისე მომეწონა რომ აი კიდე რაღაც სახში წამომაპურწიალე. ძალიან ლამაზია, როგორც ხედავთ, ულამაზესი, ძალიან მომეწონა. ფასებზე კი რა თქმა უნდა დეტალებში უნდა მიწეროთ. ეს მხოლოდ რამდენიმე ნიმუში გახლავთ, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ აქვთ. ისეთი რაზეც ფული არასოდეს არ გვენანება განსაკუთრებით ქალებს. ფერებია გოგონებო უამრავი და რა თქმა უნდა ნელ-ნელა გაჩვენებთ ამ ყველაფერს და იმედს ვიტოვებ რომ ეს მხოლოდ ონლაინ მაღაზიად არ დარჩება და ახლოსაც შეძლებთ მის ნახვას. ხო ეს დამცავია, ეს კი ზეწარი, ნაირნაირი ფერები რომელზეც გინდათ შეიძინეთ და გადაგორდით და გადმოგორდით. ხარისხი რა თქმა უნდა ყველა არის ძალიან კარგი. ფასის მიხედვით. ეს კი საღდგომო სუფრა. სხვათა შორის ქალის შიდა თეთრეულებიც აქვთ, პენუარი და ასე შემდეგ. ქალბატონი მარიამი შეწოვს ახლა კვერცხს. რა თქმა უნდა ტაფასთან არ მივუშვებთ, მაგრამ გატეხვა, გათქვეფა არის მარიამის, ასე ვთქვათ, ჰობი. ხო და მოდი დავიწყოთ ქალბატონო მარიამ. შენ თვითონ, მაგრამ დედაც მოგეხმაროს, ხო დე? ეს დაიკავე დედიკო. ამ ხელში საყვარელო, ამ ხელში. სწორად დაიკავე. არა დე, ამას მე დაგიჭერ. ასე, ჩარტყი დედიკო. ვაი.
ოპა, მაგარი გოგო ხარ. წავიდა. ნელ-ნელა თქვიფედე, როგორც გასწავლე. მიდი საყვარელო. არა, ამოაბრუნე ჩანგალი სწორად დედა. არა, დედიკო, ნახეს, გაასწორედე. აი ასე. სწორად გაუშვი თუ შეიძლება. აგერ. მიდი. ათქვიფედე. ალბათოს თურმე მოსწონს ეს პროცესი. ხო და დედაო მე ვიზაო და ვაიმე დედა მე ვთხარი მაგაზე უარი ვინც გითხრას იმას გაუხვის ორივე ხელი. შენ მაგაზე ვთხარ როგორ გეტყვი უარს. დედიკო ნახე, შემხედე საყვარელო ნახე. აი ასე ნელა-ნელა უნდა. აი დაახლოებით ეგ. კაი გოგო ხარ. გამორიოთ ცოტა კრემყველი. იქნებ ასე მაინც მოიწონოს ცოტათი მაინც. მოდი დედიკო, ვუალა! მიდი ახლა დედიკო, ნელ-ნელა თქვიფედე. ნელა დედი, მოიცადე, მოგეხმარები ახლა. სახში მოვლასლასთით, ესე იგი ფერი აღარ გვადევს. გაჩერდი დედიკო, გაუშვი საყვარელო. ეგ რა არის? ძალიან მოგეწონა შენ ერთხელ დე. ოღონდ არ ვიცი ხა რამდენად გახსოვს ეგ დღე. ერთი წუთით გოგოებო. ასე ოდნავ გაუთქვიფე, ამიტომ რომ მარტო ვერ. კარგი, დაჯექი და ისე დედიკო არ გადმოვარდე. მანამდე ჩვენ გადავიტანოთ ტაფაზე. ცხიმი, მაგრამ აქამდე მარილი რა თქმა უნდა არ უნდა გაგვავიწყდეს გოგოებო და არც დავიწყებია. ახალავე გადავაფრქვებთ. მოგიტან დედიკო და ცოტა ჩავყაროთ. კარგი? კარგი. ცოტა. სულ ცოტა შეინთასვლებით ამოიყიდე. ჩააყარე დედიკო. აი ასე ეყოფა. აბაურია დედა. მიესალმე დედა ჩვენს გოგოებს. გამარჯობათ. გაგარახა თქვენ ხარ კარგად ახარ. მეც კარგად ავარ. სინცხე მქონდა და ბახი ვერ მოვდიოდი. როდი დედა? გრიპი მქონდა. ადრე? ხო. მეგონა ხახო გაზი ჩავთე და ის არის რა ქვია. რა ის გაზი ჩამირთია შუშხუნებ და ტყუილად აგია და სუნი რო ვიძენ ახლა გაფრთხილე. მაგრამ მე რო საფრთხე არ ავწოვარი გვირთ. ასე. რა ქენი დედა? ავთქვიფე. როგორც ხედავთ, მარიკომ გათქვიფა, როგორც შეძლო ყოველ შემთხვევაში. მოდი აბა ვნახოთ დედი. მარიკო. როგორი საყურემა. ჩვენე თუ გინდა დედა როგორია? კარგია, თქვენ მოგწონთ. როგორი მეცამაც, აი, პატარა. რომელსაც ანიკას უკაცია გოგიას, მეც მაქვს პატარა. ეგ არის. ეგ ვინ გაჩუქა? შენ მაჩქე. მეკირა, არავინ მიყდა ეგ. ამოიყარე, ფულ ამოიყარე. სანთა. გასაკეთებ დედიკო. ვერაპარაკები. აი მუხლებზე დადեք და ისე ლაპარაკობ, რომ კი არ ჩახარდე ეგრე. გოგო. მინდა რომ დავდგეთ და ამოიყაროს ესენი. მინდა თამაში. გიცივდება და კვერცხი და მიირთვი, კარგი? ეხლა ცხელია რომ არა, ხო ვერ მიირთმევ, ძალიან ცხელია და როგორ
სათხელია გოგო. საკნოთ რა. ესაუბრები მარიკო თუ გავჩიშოთ კამერა? არა, მინდა რომ მობეზრდეთ. დედა ხა თუ არ ესაუბრები, ნახატი ფილმები უხმოდ არ უნდათ. ვანსა. რომ თხოვე ჩაგირთე და თუ არ კიდე გავჩიშოთ. ვანსა, კაცი წვებს ლაპარაკო. ბატონო? კაცი წვებს ლაპარაკო. კაცი წვებს ლაპარაკო? კი ბატონო. ჩემი რაღაცები არ უნდა აიხოთ და არ უნდა დაკარგოთ ესეთი რაღაცები. თქვენ გინდათ გიყიდოთ ესეთი რაღაცები, მაგრამ არ დამიკარგოთ ხომ? მოგწონს ეგენი დედა? მათი გვანში. კარგი. მარიამო, დღეს აისწავლეთ ბაღში, გისწავლე რამე? კი. ბატონო? კი, მისწავლია ყველაფერი. აბა რა ისწავლე ჩემო მამასო? თამაშობა ისინი ლაპარაკობა, ტორავობა, სათამაშოების საწყება და ზღაპრების მოყოლა. სერიოზული რაღაცები გისწავლია დედა შენ. ტორავობა თუ ისწავლე, მაგი ეხარი ნომერ პირველი საქმე დედა თამაშიც და რა ვიცი, კარგი გოგო ხარ ძალიან ზე. ყველაფერიც გამიკეთებია. ყოჩა, დედიკოს გოგო ხარ შენ დედა. გოგო, ეს აყურები ძალიან მიყვარს. რომელი დედი? თქვენ რომ აწუხეთ. ძალიან მამაძუკას საყურები. ესე იგი მე რომ აწუხეს. აი მე ნატრის ხე, რატო ჩავიხვიე ვინმე მიცის? და რატო წავიდე ტვინი საყოველთაოდთან? გოგო, იცი, ნანი ძალიან მაღროთი მაწუხა საყურები. ხეს. კიდე. მადლობა უთხარი ისევ, რომ მიტანა საყურები. კარგი შვილი ხარ და იმიტომ უთხარი მადლობა. ჩემ გეკონა არ უთხრებდი, მადლობა. ვიცოდი რომ ეთყობდი დედა, რატო გონია რომ მე არ ვიცოდი რომ ეთყობდი? ვეთყოდი მაგას. როგორ არ ეთყოდი, შენ კარგი შვილი ხარ. მადლობას ყოველთვის ამბობ ხოლმე. ხო, გამარჯობას. აი გოგოებო რომ ამბობენ ხოლმე რომ ვაიმე დედა არ უნდა დასტრესო ბავშვი თუ არ უნდა მადლობის თქვა რა საჭიროა ანუ ვერ ვხვდები ხოლმე ამ დროს რაზე ვფიქრობთ ხოლმე მშობლები აი ვინც ამას ამბობთ აი რა არის აი ეგ სიდებილე რა არის ხა ჩემთვის ეგ არის აბსოლუტური სისულელე რომ ესე იგი ბავშვმა რომ მადლობა თქოს მე რა ეხა თუ არ უნდა სისულელე რატო უნდა თქვა გვანსა დიდი გოგო ხარ ანუ რატო არ უნდა იცოდეს ბავშვმა მადლობა აი არ ვიცი ვინმე მამიხსენით აი განმიმარტეთ ვინმე რატომ არ უნდა იცოდეს მადლობა დიახაც მილიონჯერ რომ დამჭირდეს მარიამს უნდა ვასწავლო მადლობა ასია მე ძალიან დიდი ხანია ეს დაწყებულმა დაღვეკე დავიწყე რომ უიდედა და მადლობა თქვი ძალიან დიდი ხანია და მე პირადად იმ დედების არ მესმის ვისთვისაც ვიმი არ სტრესავ შვილს თუ რაღაცა შვილის დასტრესა და უკულტურობა და რაღაცა არ სწავლება მეგოერება ერთმანეთში რა ძალიან გთხოვთ მე რა ბახი დავიწყე შეხედულება ეგეთია გოგო მაინც გამარჯობა უნდა უთხრათ ყველას ეხლა ბავშვს შეება მოერიდოს და რაღაც მომენტში არ თქვას, მაგრამ
როცა აი არ ამბობს და იზა შენთვის ეგ ნორმაა თუ არ უნდა მისთვის გამარჯობა სოციალ როგორ შეიძლება ანუ ვინ უნდა ასწავლოს აბა მაინტერესებს ამ დროს ვისი მეტად ვართ ხოლმე მშობლები ხართ უბრალოდ ვინც ამას ამბობთ რომ რას ისწავლის ანუ სკოლაში რომ მივა თუ უნივერსიტეტში მიყურეთ როგორ აბარჩენებ ყველაფერს ხა უკაცრავად და თქვენ თუ თქვენ შულს არ უნგინდათ რომ მადლობა ასწავლოთ და ელემენტარული ასწავლოთ მე ვაფშე არ მაინტერესებს აი ხა ლექტორი რო ვიყო რატო უნდა ვასწავლო მაგალითად იმხელა გოგო ბიჭებს მისალმება და ელემენტარული რაღაცეები რა არ ვიცი არ არის სწორი კაცო რა სისულელი აი ვინც ასე ხართ გირჩევთ რომ შეცვალოთ თქვენი პოზიცია მარიკო ერთი წუთი მე რო საუბრობ გაჩერდიდე კარგი მე თქვენ მინდა საუბარი მე კარგი ღმერთო ვისაუბრე მიდი ეხლა მე რა ლამა ავაწყებ როგორ აბაწყობ მიყურებთ რა კარგად ვაწყობ რომელი ერთი გავაკეთო არ ვიცი რა არ ვიცი რომელი ერთი გავაკეთო რომელი გავაკეთო ერთი თუ სამი თუ ბევრი აჰა რომელი აქ ბევრია ცოტა უნდა ავირჩიო რომელი მომწონს გოგო ეს ხახვი ისე მიწვავს თვალებს რაიმე ღმერთო არ ვიცი რა ვერ ვიჩერებს რამდენას ღმერთო ჩემო რა უბედურებაა ეს ხახვი რაიმე ეს ხახვი რა გადაგდე ბოლოში მიშველე გადაგდე გადაგდე აი მართლა უნდა გადავაგდო შვილო ისე დამწვა თვალები რომ აპირებს გადაგდე ფანჯრიდან ამდენი ტირილი სიმწრის ტირილი ქვია ამას ქალები რას ვუძლებთ ამ სადილების კეთებაში ანუ რას ვუძლებთ ხალხო ერთი ყავა დავდგა მოვალ გოგოებო კონჩი მე თვითონ მინდა სარაპარაკოთ ილაპარაკე შვილო ვა ვინ არის კაცო ანუ ჩემ თვალებს ხედავთ ხახვი ხოლოდ და მხოლოდ ხახვი ვაიმე მიშველეთ ვინმე დედა ეს რა იყო ღმერთო რა იყო არა მეწვა რა ხდება მე რა ხდება შვილო და მგონი დავბრმავდი მგონი დაიწვი ჩემ თვალები კი ბატონო ჩიჩიბეში გადაგდე ხახვი სად გადავაგდო ჩიჩიბეში გადაგდე ხახვი დესმის არ მინდა აღარ მინდა ეს ქალობა რა შენი ჭირი გადაგდე მერე ხახვი რა დაგწავ თვალები ხახვი მერე ბოლოში გადაგდე ფანჯრით აიმე რა ვიტირეს საერთოდ არ ვიყავი ტირილისთვის მომზადებული დღეს მიწიდე ერთი წამი დავჯდე ანუ რა დღეში ამას შეხედეთ ხალხო რას ვუძლებთ ქალები პოსტა რას ვუძლებთ ქალები აბა მაჩვენე დამწვარი ლოყა მომიშვირე კაცო რა დროს ეგარი აიმე მიშველეთ დედა ეს რა იყო ღმერთო ის არის რა ქვია არ აქვს მნიშვნელობა ჩოფერში გავაკეთებ ხალხს ხელით დავჭით რითი გოგოებო მაინც აი ამ მდგომარეობაში ვარდები მაინც საშინელი ის მაქვს წვა და მთელი დღე გამყვება ეხა ტკივილი და ეს რაღაცა ძალიან მწარე იყო მიშველეთ ყავას დავასხამ და მოვალ მანამდე რა ვიცი ელაპარაკეთ მანამდე მე გავაკეთებ მაგოცე ხა მე თვალს ვეღარ ვახელისებ აი მე კიდევ გთხოვ
ვაიმე ლოყა. ა დედა აიმე შენ როგორ მაგრად გა. შენ დედიკო და მამიკოსი ვინ ხარო რა ვთქვით ჩვენ ნა ნანა. და მანანა ბებოში? კი ბებოსის ზაკოსის და ყველას ნანატრი ვანცი მანანა ბებოში? ყველას ნანატრი ღმერთო ამის თავდაჯერებულობა მომსა იდი დადი თორე ადუხდა და გადმოიქცია ყავა. დედიკო არ გადმოქცეულა და დამაცადა ერთი წუთი მე გავაკეთებ შენ გააკეთე. მარიკო ცოტა ითამაში ახლა და კვერცხი უნდა მოგიტანოდე აუ თვალები უკვე აქ აღარა მაქვს ქვეყანაზე აღარა მაქვს ეს თვალები ისე დღეში დღეს გოგოებო სანამ წავიდოდი სამსახურში ბოლო წამებში ხო ეს ჭურჭელი ვრეცხე აუ დედას გეფიცებით ნერვებმა ამომასხა მაგრამ კიდევ კარგი რომ წყალი იყო დილით კიდე ახალი ის არის რა ქვია ბედნიერების მომენტი რომ ამ დროს მაინც მომოვიდა წყალი რაღაცა გადმოგხედა ღმერთმა მე არ ვიცი რა და როგორ მაგრამ ამდენი აი ეს რა ქვია უწყლობისაგან უკვე ყველა ნერვი გაწყდა მე ისე კარგად გამიკეთა ჩემ ქმარმა გრილი რო ეჭიდაო შევა ვერ გაწყვიტო და ვერ მოგლიჯო ვერაფერი დედიკო გაწია ახლა კვერცხი მოვიტანოთ საყვარელო გინდა აქ დავდო და გაჭამო ცოტა ხო კარგი არ მინდა აქ დავჯდები მე დედიკო და გაჭმევ ხო საყვარელო მათავი და ხარი არ მინდა რომ ვერაფერი რაღაცა შუპირო გაკეთო მომწონს. ასეთი ამბები გოგოებო მთელი ვლოგი ფაქტობრივად მარიკოს იმას რა ქვია საუბარს დაეთმო თუ რა ხედება ვერ გავიგე ადუღდი ყავა ხო მიხვდე იქნებ რომ ელოდება მე აქ ხალხი ხო სახლი მირეულ-მორეულია რა თქმა უნდა ის ახლა მაგრამ ამას მივაწკრიალებ ოღონდ ჯერ ყავა უნდა დავლიო რომ ხალხს დავემგვანო თორე ადამიანობა ის ამაქვს რა ქვია უკვე განულებული ისე დღეში აი ვერ მიხედებ თვალებიდან ყველა ნერვი და ყურში რომ დაიტყვი თვალები ხახვი აბა შვილო აბა ეხლა რა შემოდი აი ამ დროს ქორები რო არიან და მთელი დღე რა გააკეთე ერთი სადილი რომ მოვლე ხოლმე ეგეთი ქორები სახლში და უნდა გავხვიდეთ გარეთ ქალებო და აივნიდან გადაუსხოთ საჭმელი აი შენი რა გავაკეთე უძახეთ მერე უძდელები ხო უძდელები არიან არის რაღაცები რაშიც არ არის აუცილებლად ჩამერიო დედიკოს გოგო გესმის შვილო სოხმარო არ მოსწონ ყოდ სოხმარო არ მოსწონ ეხლა შენ რო გააკეთე ეგეთი საჭიელი არ მოსწონ ასე მოვედით ახლა ჩვენ მარიკოს დაჭამოთ კვერცხი თან ყავა დავლიოთ და ასე დასრულდება დღევანდელი ვლოგიც და დაიწყება მეორე ეტაპი სახლის მიწკრიალების მე ხო იცით ჩემი ნერვული სისტემა რა დღეში ამ დროს სახლი რო არეულია უწყლობამ ეგრე იცის გოგოებო სამწუხაროდ დედიკო ნახე ეს იქით გაწიე ჩემო სიცოცხლე რომ დედა დაჯდეს კარგი შევთანხმდით დი გოგოებო ესე დაგაყინოთ ლამა ესეთი და ყუხტად დედიკო ესენი მე გაგიკეთე აუ ძალიან დიდი მადლობა აქეთ ხوار გავწიო საყვარელო კარგი ყავა რო დავლიებ ნელა მოგიწიო დედა დაწყობილ მარიამ ისე აწყობს იქით მაგიდასთან რო გადავა გაწიე ხელი იქით მაგიდასთან რო გადავა თმისამაგრები ერთად საყურე ერთად აი რაღაცა წვრილი რაღაცები ერთად გაგიჟდებით რო ნახოთ აი ტუდ რა ნერვი გიყოლო და მეც მიყვარს ხომ შვილო მეც
კი ხედავთ აქ ხროლას და ესე გაშლილია ხოლმე ყველაფერი სათითაოდ, ორ-ორად, სამ-სამად დაწყვილებული და რო ხედავ ხოლმე ანაირად დააწყო, თქვი თან ფერები ისინი გაგიჟდებით. ხო, ეს ყავა ჩემი მარიკოსი კვერცხი. პური. ცოტა პურიც ხო დედიკო? აუცილებელია, ხო? ხო შევთანხმდით დე. ვუალა! გადასარევი ამინდია და შესაბამისი ხასიათი მაქვს სხვათა შორის გადასარევი. რა იყო ახლა ვიკლებ და ასე რომ დავდგები გეგონება ბეტერი ვარ, აღარ შემიძლია, სად როგორ დავჯდი აღარ ვიცი. კარგი. სხვა რა ხდება ხალხო მომიყევით და მიწერეთ ხოლმე რა შვებით რა ხდება ბანკებზე კომენტარები და რაცები კი წერია ხალხო და ვერ მოვიცალე მაგისათვის და მე ჩავუჯდები. კი დავაგულე მაგრამ ეს პასუხები არ გამიცია. ვერ იმასქენი რა ქვია, ვერ მოვიცალე მაგისათვის. რა შვები? ეხლა ასე უნდა ღეჭო 8 წელი? მოვიდა მეორე ზამთარი. ვერ გავიგე. საქმე მაგ აი საერთოდ არ გავიხეთ რაღაც არეულობა ხდება თვალთ. ხო ჩემი სუსტი წერტილია, სადაც არ გავიხედა, უნდა იყოს აი ერაბე რო არის არეული დისკომფორტს განმით და ეხლა რომ არეულობაშიც ძინავთ და ბოდიშის ფერებზე რო კიდია და მე ვერა რა. ბატონო. წელი მომიტანე თუ შეიძლება მაგიდის ფეს არის. იქ არის მოიცადე. თან რო დავმახსოვრებდი ეს როდის დადე დილით ხო დედა? მოიცა ახალი წყალი აგირს. შენ დაღეჭე მანამდე დედიკო. დამიღეჭია. დაღეჭილი გაქვს? ნამდვილად მენოდები და არ მაჭამე. მე არ გაჭამე. დედიკო მოიცადე ოდნავ შეთვეს და მე დაგალევინებ. კარგი დე? აი მე რა გჭიშვილო. შვილო. ეს ცოტა გათვეს, კარგი დე? მისთვის საყვარელო. ვუალა! ხო და ეს პირი მოიწმინდე ხოლმე რო დაგესურება და აი ხალხმა გამიმწარა დღე რა დამპალი დამიწით მომფელი თუ ხო დღეს გადავიღე რაღაცა კადრები რომელსაც ჩავსვამ ნათის ტექსტილის აიმე სასწაული თეთრეულები ხალხო ისეთი ლამაზი ორსაწოლიანები ანუ ბევრნაირი აქვთ მოკლედ უნდა ეწიოთ მის გვერდს ან არის ხოლმე რომ არ უდევთ და ფოტოს გამოგიზავნიან პირადში დაგათვალიერებინებენ იგეგმება რაღაცა სიახლეები და ამაზე მოგვიანებით როცა უკვე აეწყობა ეს რაღაცეები მოკლედ მაგებს გზადაგზა მეც გაგებინებთ ის გვერდიც გაგებინებთ და ზოგადად ხო და ძალიან მომწონს და სტარტაპს უსურვებ წარმატებას ბევრ გამომწერს ადამიანებს ვინც შეიძენენ მათთან დარწმუნებული არ იქნებიან ძალიან კმაყოფილი იმიტომ რომ არის ულამაზესი თეთრეულები და ძალიან მალე ვეფხვებიანი ჩამოსდით და მე ვთხარი ერთი ვეფხვებიანი გადავიდეთ დედიკო პირში გიდავს კიდე მიდი მალე და ვეფხვზე თუ არ გავგორდი ისე ვერ დავიძინებ მე ვთხარი ხო და ასე რომ ესეთი ამბავი ჰადე და მე შევჭამ ეხოჭები რა უკეთ რაღაცა დებილური ის გამოვიდა მთლიანობაში თხის დიდი ნაწილი იმიტომ რომ ვერაფრისთვის ვერ მოვიცალე მაგრამ გამოიწვია მეგობრებო უწყლობა და მივასკდე ახლა საქმეს ამიტომ აქვე დაგემშვიდობებით დიდი მადლობა ვინც მიყურებთ ყველას ჩვენ უკვე 3018 ადამიანი ვართ რის გამოც ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამ 3000-მა მაინც ძალიან გავაბედნიერა დიდი მადლობა აქვე ესე იგი ვნახე რომ საქართველო ძალიან აქტიურია ჩემს ვიდეოებთან დაკავშირებით საბერძნეთი და სომხეთი სომხეთმა ცოტა გამაოცა იმიტომ რომ არასოდეს რაც სამეულში არ ყოფილა და როგორც ჩანს მომემატა აუდიტორია
ხო და მოგესალმებით და ყველას გეტყვით რომ კეთილი იყოს თქვენი ორივე ფეხი ჩემს არხზე ვინც შემობრძანდით ახლა ხო და იყავით რა გეჩქარებათ დროებით